მოგესალმებით. ამჯერად საუბარი შეეხება საკითხს, რომლის მნიშვნელობაც საკაცობრიო მასშტაბის მომცველობისაა. ვინაიდან გავლენას ახდენს მთელი მსოფლიო მოსახლეობის ბედზე და წარმოადგენს სრულ სიმართლეს ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. მასთან დაკავშირებით ამჟამინდელი რეალობა მეტად სამწუხარო მდგომარეობაში იმყოფება. იმიტომ რომ საერთოდ ვერავინ არის შემცნობი იმ სინამდვილისა, დღეს ამ მხრივ სახეზე გავითარებაც არის. მისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ არავინ არის მფლობელი იმ სათანადო ცოდნისა, რაც ღმერთსა და ქრისტეობის ფენომენს ეხება. ხოლო თუ რატომ ხდება ეს ასე, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი საფუძველი და იგი სატანისათვის სამოქმედოდ მიცემული ხელმწიფების ხანის მონაპოვარია. რომელ პერიოდსაც ღმერთი უმეცრების დროებას უწოდებს, რადგან ადამიანთა მოდგმა ისე მოვიდა აქამდე, რომ არც საკუთარი ფენომენისა და არც ამ სამყაროს შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის თაობაზე წარმოდგენა არ ჰქონია. თუმცა ამის მიმკვიდრი ადამიანთაგან ვერც ვერავინ არის და ყველა ნდობას უცხადებს იმ ცოდნას, რომელიც მეცნიერულ შემოქმედებას წარმოადგენს. ასეთი ვითარებაა ჯერაც სახეზე და როგორც ჩანს, ეს ასე იქნება მანამ, სანამ ამ უმეცრების დროით მომკილი გენეტიკური შედეგები ფიზიკურად არ აისახება პირადად თითოეულ ადამიანზე. ვინაიდან უკვე იმდენად შორს წასული გახდა მისი მონაპოვარი, რომ ადამიანებს ხვის მაგალითზე ჭუის მოხმობა აღარ შეუძლიათ. მაგრამ საკითხავი სწორედ ეს არის. გაუძლებს კი ამ შედეგების ფაქტებთან შეჯახებას ყველა. გეტყოდით, რომ ვერა, რადგან საკმაოდ მძიმე სასჯელებია დამსახურებული და თუ კი დაუყოვნებლივ არ მოხდება შესაბსუბუქებელი ქმედებების ჩადენა, კაცობრიობა განადგურების ფაქტის წინაშე დადგება. და თანაც არათუ ისე შორეულ მომავალში, როგორც ამას მეცნიერები ვარაუდობენ და აიმედებენ ადამიანებს, არამედ უკვე იმ დროში, რომელსაც აწმყო ჰქვია. ამიტომ ისინი ვისაც ჯერ კიდევ შესწევთ უნარი ხილებული ჭეშმარიტების მაუწყებელი ინფორმაციის შეცნობისა, ვალდებულნი არიან დროულად გადავიდნენ იმ გვარქმედებაზე, რასაც გულწრფელი მონანიება ჰქვია. მე კი ძალიან მოკლედ გადმოვცემ იმ ინფორმაციას, თუ რა ძალა აქვს იმ მონანიებას, რაზედაც ახლა მოგახსენე. ადამიანმა იმიტომ ვერ შეძლო საკუთარი ფენომენის შეცნობა, რომ ამ ცოდნის მიღება შეუძლებელია ჭეშმარიტი რწმენის მქონეობის გარეშე. ვინაიდან სწორედ რწმენა წარმოადგენს განმსაზღვრელ ფაქტორს ბედისწერის შექმნაში. ხოლო ჭეშმარიტი რწმენის მფლობელობა კი შემქმნელის მიერ დაწესებული კანონების დასვით ცხოვრებას საჭიროებს. მოგახსენებთ იმასაც, რომ სინამდვილის აღქმის შემძლეობასაც რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელი განუსაზღვრავს ადამიანს და რამდენადაც მაღალია იგი, მით უფრო შემძლეა პიროვნება სიმართლის შეცნობისა. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები არათუ არიან დამცველნი ღმერთის მიერ დაწესებული კანონმდებლობისა, არამედ მათ იმის ცოდნაც კი არა აქვთ, თუ რა დანიშნულება აქვს მას. თანაც არც რწმენის დანიშნულებაზე იციან სათანადოდ რაიმე და არც ბედისწერის რაობის შესახებ ნამდვილ ინფორმაციას ფლობენ. ამიტომ ცხადია არც ის იციან, რა ძალით არიან აღჭურვილნი ამ სამყაროს მიმართ დამოკიდებულებაში. ხოლო ყოველივე ამან რა შედეგებიც მოუტანა კაცობრიობას, ამას კი ის ფაქტები წარმოადგენენ, რომლებიც ადამიანთა მოდგმის ქვემქვეყნიური ცხოვრების ამსახველნი არიან და რომელთაც ვერანაირად ვერ ეწოდებათ სასურველი. მართალია, ადრე იმის თაობაზე ფიქრით არავინ იწუხებდა თავს, რომ ცოდვების ჩადენა ბედისაგან სასჯელის მომკას იმსახურებდა. მაგრამ ამჟამად ეს საკითხი უკვე აფიქრებთ ადამიანებს. თუმცა მის შესახებ რეალობა კი ისეთია, რომ ვეღარავინ არის იმის გამრჩევი, სინამდვილეში რა ითვლება ცოდვა და რა კიდევ არა. განსაკუთრებით კი ეს ეხება ღმერთის რწმენისადმი დამოკიდებულებას, რომელსაც მინიჭებული აქვს გადამწყვეტი როლი ბედისწერის შექმნაში და ძალზედ სამწუხაროა ის, რომ ეს არ იციან ადამიანები. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოგახსენებთ იმას, რომ ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის ცოდნის დონე უმეცრების ზენიტშია სინამდვილეს აღქმასთან მიმართებით. თუმცა ყველას კი იმის სჯერა, რომ განათლების მწვერვალებს მიაღწია ადამიანურმა შემეცნებამ და ამიტომ რაც ახლა მოგახსენეთ, ცხადია, ამის მოსმენა არც არავის მოეწონება. მაგრამ ის რომ სრული სიმართლეა, ამის მტკიცებულებას უკვე ყოველდღიურ ფაქტებად ავლენს რეალობა და თუ კი ვინმეს ეჭვიეპარება მის სისწორეში, მას ვეტყოდი იმას, რომ დიდხანს ლოდინი აღარ დასჭირდება პასუხის მისაღებად. რადგან ფაქტობრივი შედეგები უკვე ყველას კართან არის გამზადებული და მხოლოდ კარის გამოღებას საჭიროებს. ამასთანავე ყოველი ადამიანიც უკვე კართან არის მისული და კარის გამოღებისათვის მზადყოფნის მდგომარეობაშია.
ხოლო რაც შეეხება შედეგებს, მასზე კი მოგახსენებთ იმას, რომ ნუ რავინ იქნება დაიმედებული იმაში, რომ უცოდველია და ღვთის წყალობას მოიმკის მხოლოდ. ვინაიდან სამწუხაროდ სინამდვილე საპირისპიროა და თუ კი ვინმეს გონება ჯერ კიდევ შერჩა ნაწილობრივ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში მაინც. დაუყოვნებლივ უნდა შეეცადოს იმის მიღწევას, რომ ბედისწერისაგან დაიმსახუროს კარის გაღების დაყოვნებისა და მომკილი შედეგების შეცვლის განაჩენის გამოტანა. ვისი ასრულების ერთადერთი შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ და ის გახლავთ მონანიების გზაზე დადგომა, ზევიდან ქვევით. რას ნიშნავს მონანიების გზაზე დადგომის ზევიდან ქვევით მიმართულება? ახლა სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებ და იგი თავისთავად მოიცავს ჭეშმარიტი ინფორმაციის გაცხადებასაც მეორედ მოსვლის შესახებ. არ მგონია ამ ადამიანი იმაზე მეტად დააზარალოს რაიმემ, რასაც მისი სიცრუეში ყოფნა ჰქვია. რადგან სამყარო ყოველდღიურად მხოლოდ სიმართლეს წარმოადგენს ფაქტებად და ამიტომაც სიცრუეს დაყრდნობილობა ყოველთვის იმედგაცრუებით მთავრდება. სიცრუის გავლენაში მოქცეული ადამიანი კი ამას ვერ ხდება და მუდმივად გამართლების მოლოდინში. თუმცა ეს მოლოდინი გრძელდება უსასრულოდ და სამწუხაროდ მთელი მისი ცხოვრებაც ამ მოლოდინში გადის. გადაჭარბებულად ნათქვამი არ იქნება, თუ კი ვიტყოდი იმას, რომ ამჟამად სრულიად მსოფლიო მოსახლეობა სიცრუის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული და თანაც ეს ეხება ნებისმიერი კატეგორიის სფეროს, დაწყებულ სპირადულიდან დამთავრებულ ღმერთის რწმენისადმი საკითხებში. ამიტომაც ვერავის ძალუს სინამდვილის სათანადო დონეზე შეცნობა და სიცრუეს მყარად დაყრდნობილნი მთელი ძალით ებრძვიან სიმართლის სხივის გამონათებას. მაგრამ ამით დაზარალებული ვინ რჩება? რა თქმა უნდა, თავად ადამიანი. თორემ ადგილს დღეს თუ სტიქიური კატაკლიზმი გადაულის, ხვალის ისევ ადგილად დარჩება და რასაც ვერ ვიტყოდი მასზე მცხოვრებ ადამიანებს. რომელთა სიცოცხლეების ეწირება გამძვინარებულ სტიქიას და ყველაზე მეტად სამწუხარო სიმართლე კი ის არის, რომ თვითონ ადამიანებმა არ იციან ის, რომ სტიქიური უბედურების გამომწვევის მიზეზი თავადვე არიან და თანაც არა მხოლოდ ხელით ნამოქმედ არის გამო, არამედ უფრო მეტად იმ გადაგვარებული გრძნობების შედეგების გამო, რომელიც გრძნობებით სრულიად საწინააღმდეგო გაიხადეს იმისა, რაც სინამდვილეში უნდა ჰქონოდათ. რაც იმიტომ ხდება, რომ ეს მატერიალური სამყარო სრულებითაც არ გახლავთ ისეთი, როგორც ის ადამიანებს აქვთ წარმოდგენილი, თვალთახედვაზე დაყრდნობით მიღებული წარმოსახვის ფონზე. უფრო მეტსაც გეტყვით, არც ადამიანური შეცნობადობის დონეა იმგვარი, რომ ამ სამყაროს სრულყოფილი მოდელის სახიერი წარმოდგენა შესძლოს, ან და მისი სრული ფუნქციონური მექანიზმი შეიცნოს. ამიტომ ის მეცნიერული ცოდნა, რაზედაც დაყრდნობილია სამყაროს შესახებ ცოდნა, არათუ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ ახლოსაც კი ვერ მივა მასთან. ამიტომაც ადამიანებმა არ იციან ის, თუ რა სიმძლავრის ძალით არიან აღჭურვილნი და წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ იმისა, თუ რა წვლილი შეაქვთ ამ სამყაროს ფუნქციონირებაში. მისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ ადამიანური ცნობიერების საზომი გამორჩეულებას არის დაქვემდებარებული და საყრდენად თვალთახედვა აქვს. ხოლო დანარჩენი გრძნობების ფუნქციონირების შედეგებს კი ნაწილობრივ ან მთლიანად უგულებელყოფს. ამიტომ რასაც მისი თვალი ვერ ხედავს, მის არსებობაზე ან მცირედი წარმოდგენა აქვს და ან და საერთოდაც უგულებელყოფს მას. აქ ცოტათი გადავუხვევ მთავარ თემიდან და 2 სიტყვით მოგახსენებთ იმაზე, რაც ჩემგან მოწოდებულ ინფორმაციას ეხება. აქამდე თავს ვიკავებდი იმის თმაზე, რასაც ახლა ვიტყვი. იმიტომ რომ შესაბამის დროს ველოდი. ახლა კი ეს დრო უკვე დადგა და ეს რომ ასეა, ამაზე ისინი დამეთანხმებიან, რომელიც გაეცნენ უფალია ჩვენი სიმართლით წლების წინათ გადმოცემულ ინფორმაციას. რადგან უკვე ყოველდღიურად ხდება ზედმიწევნით ზუსტად აღსრულება მასში წარმოდგენილი ცნობებისა და ასეც გაგრძელდება და ბოლომდე ასრულდება კიდეც ყოველ. მინდა გაგიმხილოთ ისიც, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ რა ცნობებიც მასშია გადმოცემული, ჩემს მიერ ყოველივე სხივის შემძლეობაც მოხდა გონების თვალის მეშვეობით. და რისი პრაქტიკულად გამოცდაც შესაძლებელი იყო, ისინი კი ჩემზე გამოიცადა. ამიტომ მისით გადმოცემული ცოდნა ჭეშმარიტია, რასაც მტკიცება არ სჭირდება, იმიტომ რომ უკვე თავად სამყარო ავლენს ფაქტებად მის მტკიცებულებას. ამ მცირედი მიმოხილვის გაკეთება იმიტომ ჩავთვალე აქ საჭიროდ, რომ ისეთი განცხადება უნდა გავაკეთო, რაც სრულიად მოულოდნელობა იქნება ყველასათვის, თუმცა უკვე ამის გარეშეც აღარ იქნება, რადგან დრო არ ითმის. ამასთანავე მოგახსენებთ იმასაც, რომ ჩემგან გაცხადებული ინფორმაცია მართალია საქვეყნოდ ხელმისაწვდომად არის გამოქვეყნებული, მაგრამ იგი მაინც დაფარულია მრავალთათვის იმიტომ,
რომ მხოლოდ მცირედნი იმყოფებიან მის გასაგებად საჭირო გონება გახსნილობის დონეზე. ამ განაცხადით იმას ნურამენი ფიქრობს, რომ ადამიანთა მთელი მომცველობიდან მხოლოდ ერთეული რაოდენობა არის გონება გახსნილი და თითქმის მთელი მსოფლიო მოსახლეობა კი გონება მიზინებული. არა, ეს ნამდვილად არ არის ასე. თუმცა მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ზე კი ვრცელდება გონების მიზინების ფაქტი. მაგრამ 1/3-იც არ არის მცირე რაოდენობა. მაშინ რატომ ვერ არიან ამ ცოდნის შეცნობი უფრო მეტი ვიდრე ეს სახეზია? ამას აქვს თავისი მიზეზი და ეს გახლავთ ის, რომ ქართულ ენაზე ცხადდება დაფარული სახარების მხილება და როგორც რეალობა ამოწმებს, სამწუხაროდ ვითარება ასეთი ყოფილა. ამ ენაზე მეტ ყველთაგან მხოლოდ მცირედიღა დარჩენილა გონება გახსნილ მდგომარეობაში. თუმცა რაოდენობა როდი გახლავთ მთავარი, არამედ მთავარი ხარისხია. და სწორედ მის სასამაღლებლად ცხადდება კიდეც საჭირო ცოდნა საიმისოდ, რომ მათ მიერ მის გამოყენებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადგილი. ახლა კი პირდაპირ ვიტყვი სათხილს და ეს არის ცნობა იმისა, რომ ქრისტე ადამიანის სახით უკვე მოსულიც არის და ასრულებს კიდეც იმ მისიას, რისთვისაც იქნა საჭირო მისი მოვიდა. რაც მდგომარეობს მის ნამდვილად მოვლოდინეთა ხსნაში. ხოლო რაც შეეხება ანტიქრისტეს, მას უკვე უმთავრდება სამოქმედო დრო და სწორედ მის წასვლას უკავშირდება იმ მოვლენების განვითარება, რასაც მეორედ მოსვლის თაობაზე აცხადებს ბიბლია. ვინაიდან ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობა ასეთი გახდა. თუ არ მოხდება განადგურება დათესილი ბოროტებისა და არ გასუფთავდება ადგილი, ისე დათესილი სიკეთის ნაყოფი ვერ გამოჩნდება. ხოლო რაც შეეხება ადგილს, ის მხოლოდ მიწის ტერიტორიას როდი ნიშნავს, არამედ ადამიანის გულსაც. ამიტომ ანტიქრისტესა და მისი ძალის მიერთა წასვლამდე ქრისტეს ცნობადობა ვერ მოხერხდება. ახლა კი იმაზე გაცნობებთ, რა მოხდება ფაქტობრივად ამ დროს. მოგეხსენებათ, რომ ადამიანთა ორი კატეგორია არსებობს მხოლოდ: კეთილი ან ბოროტი და მათ შორის საშუალო არ არის. იმიტომ, რომ სიკეთეც და ბოროტებაც ძალის მიერია. ძალა კი ენერგიის თვისებაა და მას მიმართულება გააჩნია. როგორც ცნობილია კიდეც, სიკეთე და ბოროტება ურთიერთსაპირისპირო თვისებებით ხასიათდებიან, რაც იმის მიზეზიც ხდება, რომ ექვემდებარებიან საპირისპირო მიმართულების ძალას. ამიტომაც ცხადია, რომ მათი გავლენა ადამიანში გამოიწვევს ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების ჩამოყალიბებას, რომელთაგან ერთს სიძულვილის ძალა განაგებს და მეორეს კი სიყვარულის. სიძულვილის ძალის საყრდენი სიცრუეა, სიყვარულისა კი სიმართლე. აქ კი მოგახსენებთ იმას, რაც ყველასათვის ცნობილია და ეს არის სიცრუის მხილების ფაქტორი მაშინ, როცა მისით გადაფარული სიმართლე ფაქტებად ასრულდება. ფაქტობრივ სამხილებს კი წინ ვერაფერი დაუდგება. ამ დროს ხდება თვალთახედვისათვის შეუმჩნეველი პროცესის განვითარება, რომელიც შემდეგში მდგომარეობს. სიმართლის ფაქტებით მხილების დროს ადგილი ეძლევა სიცრუის ძალის დასუსტებას, რაც მის მფლობელთა შორის იწვევს შიშის ფაქტორის გაძლიერებული სახით ამოქმედებას, ხოლო გამომდინარე ამჟამინდელი ბოლოჟამის დროების შედეგებიდან, შიშიანობის ზღული დონე მიღწეული გახლავთ ადამიანისათვის დასაშვების ზომის მაქსიმუმს და ეს კი სასიკვდილო მდგომარეობის დადგომას იწვევს ორგანიზმში. ამ მიზეზების ამოქმედების ფონზე რა კატეგორიის საფუძველი სიცრუეც იყო მასში გამოდებული. ამასთანავე იმასაც შეგახსენებთ, რომ სამწუხაროდ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ რამდენიც არ უნდა ეცადოს ადამიანი ვერანაირად ვერ დაიცავს თავს რიგი სახის სიცრუის არ დაჯერებისაგან, რადგან სიცრუეთა სიმართლედ გამოცხადებას ემსახურება პრესა თუ მედია. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი იმისა, რომ ამ პროცესს როგორმე გადაურჩეს ვინმე, გახლავთ გულწრფელი მონანიება და თანაც დაუყოვნები. ვინაიდან მისით მიღებული შედეგით ადამიანი შედის სიმშვიდის ზონაში, რაც ღმერთის მიერი დაცვის ზონაა და გულისხმობს შემდეგს. როგორც კი შეიქმნება საფრთხის მოახლოების საშიშროება, მაშინვე ამოქმედდება დაცვის მექანიზმი და საფრთხის მიზეზის გაუგებელყოფას ექნება ადგილი. რაც მოხდება სხვადასხვა ფორმით და შემდეგ კი მასზე ადამიანი იტყვის იმას, რომ კიდევ კარგი ესე მოხდა, თორემ ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. რაც შეეხება თანამედროვე დროს, სამწუხაროდ რეალობა ის გახლავთ, რომ ამ სიმშვიდის ზონაში ყოფნის შემძლეობას მოკლებულია სრულიად მსოფლიო მოსახლეობა. გლობალური სიცრუის პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ ყოფნის გამო. ამიტომაც, როგორც უკვე გითხარით კიდეც, გამოსავალი ერთადერთი არსებობს მხოლოდ და ეს არის მონანიება ზევიდან ქვევით, რაც გულისხმობს მონანიების დაწყებას ღმერთის რწმენის მიმართ ჭეშმარიტი სიმართლის შეცნობით და აუცილებლად მის საქმით დადასტურებას.
ხოლო თუ რა იგულისხმება მასში, ამის გაგება კი მსურველს შეუძლია me-sia.com საიტზე განთავსებული იმ ინფორმაციის საშუალებით, რომელიც ეხება ქრისტესა და ანტიქრისტეს შესახებ გაცხადებულ ცოდნას. ახლა კი დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრაზე.